ახლა ვარ დიდი ღომში მირიან მეფეზე დარბაზ რევოლუშენთან დღეს მაქვს ხელების დღე და აბა დავეშვათ. მოდი დავიწყოთ. კარგი გასვსაუბრი ფოტოსურათზე და აღდგენის დროებს. საერთოდ აღდგენა რას ნიშნავს, რამდენი ზომის კუნთი არსებობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამაში წოდება ჩაქუჩები არის ბიცეპსისთვის და ასევე წინა მხრის ზედა ნაწილს კარგად ზრდის რა. აქედან გამომდინარე იწყებს ხოლმე ჩაქუჩებით. არის სხვა ვარჯიშებიც, უბრალოდ ბიცეპს რომელიც იყოს, მაგრამ ზოგადად ჩემი ვარჯიშების უმრავლესობა ბიცეპსის მაქსიმალურად არის ისეთი, რომ კვირის განმავლობაში შესრულებული 5 ვარჯიშიდან 3 არის ისეთი, რომელიც ორივეს უტყვის რა. და ზომაში ორივე გაიზარდოს. კარგია. სასიამოვნოდ გაკვირვებული და უცხოთ. წყნა დავამატოთ. აი დავუწყოთ. აი, ტელეფონი ხშირად მიყავია ხელში, არ გიგონოთ რომ ჩათაობან. ეხლა თავს არ ვემართლებ, მაგრამ ამას ვუყურებ რა. უბრალოდ ვამოწმებ კადრში რამდენად კარგად ჩანს ყველაფერი და პლუს ვარჯიშებს წიჩკავ რომ იქწონა გავაკეთე და შემდეგ დღეს შესაძლებელია მოვუმატო. რაც შეეხება მოდი ცოტა მოვიწიოთ, ძალიან შორს ვარ და ახსნის დროს მირჩევნია ახლოს ვიყო. მოკლედ არსებობს 3 ზომის კუნთი. დიდი, საშუალო და პატარა. რადგანაც 3 ზომის კუნთი არსებობს, ესე იგი აღდგენის დროებიც რამდენიმენაირად იყოფა. გაითვალისწინეთ, რომ აღდგენის დროები დაწერილია იდეალურ შემთხვევაში. ანუ მაგალითად პატარა კუნთს, ერთ-ერთი პატარა კუნთი არის ეს წინა მხრის კუნთები. აღდგენისთვის სჭირდება 24 საათი. 24 საათში გვიწყობა დრო, როცა თქვენ ივარჯიშებთ, კარგად დაისვენებთ და კარგად იკვებებთ. თუ სამივე იდეალურად შევასრულებთ, რა თქმა უნდა 24 საათი საკმარისად და მეორე დღეს გავიმეოროთ, პრობლემა არ იქნება, მაგრამ თუ ვიმუშავეთ, სადაც წავიდეთ მეგობრებთან და ხელები ვამოძრავებთ ცეკვის დროს. აქედან გამომდინარე, ეგეც დატვირთვა თუ არის, რაც დროს და ვადას აღდგენისას წელავს რა და შეიძლება მაგალითად 24 საათის მაგურად კუნთის ტკივილი მისი გახდება, ცოტა გაიწევს. აქედან გამომდინარე, ეცადეთ რომ ეს სიტყვები მაინც და მაინც ისე კანონად ჩათვალოთ, აი 24 საათი მოვიდი და მოდი ხა 24 საათის მერე ისე ვავარჯიშე. ეს ბოლო მისვლაც და მერე ვწყოთ პატარა კუნთი. უწამკო ბიცეპსი. რადგანაც ეს ვარჯიში კარგად გავაკეთე, მაგრამ ბოლომდე კუნთი ვერ დავღალე, ერთ სეტსაც დავამატებ და შემდეგზე მერე გადავიდე. კარგი, აი ახლა ვიგრძენი ბოლოში რომ კუნთი გაითიშა. როგორც აღნიშნე, გვაქვს 3 ზომის კუნთი. პატარა ზომის კუნთებში შედის წინა მხრის კუნთები, ანუ ესენი. ასევე წვივები, პრესები და ასე შემდეგ. და მათ სჭირდებათ 24 საათი აღდგენისთვის, ანუ ერთი დღე. რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად დღეს თუ ვივარჯიშეთ, ზეგ თავისუფლად შეგვიძლია რომ ვივარჯიშოთ ისევ იგივე კუნთი. მაგალითად თუ ჩამოგრჩება წვივები, შეგვიძლია რომ 2 დღეში ერთხელ ვარჯიშის დროს, ვარჯიშის ბოლოს წვივები გავაკეთოთ. თუ წამოეწიოს სხვებსაც.
ბეცია. ფული პატარა ზომის კუნთები მოვჭით. ეხლა გადავიდეთ საშუალო ზომის კუნთებზე. საშუალო ზომის კუნთები არის ხრის კუნთები, ამ ხარში იგულისხმება ბიცეპსი და ტრიცეპსი, ასევე დელტები, წინა, შუა და უკანა და ტრაპეცია. საშუალო ზომის კუნთებს აღდგენისთვის სჭირდება 48 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად კვირის დასაწყისში თუ გავაკეთებთ ერთხელ, კვირის ბოლოს უკვე შეგვიძლია რომ გავიმეორებთ რა. შევესიოთ ხა. ძალიან კაი იყო. რადგანაც კარგად არ ჩანს კადრს შევსვლი, რომ გვერდიდან აგიხსნათ როგორ კეთდება ეს ვარჯიში. ამ ვარჯიშით ზუსტად იგივე მოძრაობას ვაკეთებთ, როგორც სხვა ბიცეპსის ვარჯიშების დროს, ხელი იხმება, უბრალოდ ვართ უკან გადახრილი და მთელი დატვირთვა მოდის ბიცეპსის ზედა ნაწილზე. ეცადეთ რომ ხრებით არ წამოიღოთ და წამოიღოთ მხოლოდ ბიცეპსი. ყველაფერი სხვა გათიშით. ავიღოთ წონა და დავიწყოთ. თავარი ბიცეპსის ვარჯიშის დროს ყოველთვის არის რა, რომ ეს მოძრაობა უკვე ბიცეპს თიშავს. ამიტომ ეს მოძრაობა, ანუ ხელის შეკვრა, აი ესეთ მდგომარეობაში საერთოდ არ აწვება ბიცეპს. მოდი ვთქვათ ესე, რომ 160 გრადუსიდან 60 გრადუსამდე შუალედში უნდა ვატრიალოთ ხელი, რომ ბიცეპსზე მივიდეს სრული დატვირთვა. ბეცია. აბა ბოლო მისვლაც ბოლომდე გამეთიშა, ბოლოს ძროს ამოვიტანე ისიც ნახევრად. ბეცია. მოკლედ ჩავინიშნოთ, რომ ბიცეპსები მოვჭით. გადავიდეთ წინა მხრის ვარჯიშს. გადავწყვეტე, რომ წონის დამატების ნაცვლად მოვიტანე განტელები და სუპერსეტს გავაკეთე. სუპერსეტი არის ორი ვარჯიში შესვენების გარეშე. ანუ ერთს რომ ეგრევე მეორეს მიაყოლებ. მოვიხსნათ საათი. ბეცია. ამ ვარჯიშის მნიშვნელოვანი რა არის? ხელის გაშლის მერე თითებიც გავაყოლოთ, მერე თითები მოვხაროთ, ხელებიც მოვხაროთ. ანუ ორმაგად ვსტრესავთ რა, კუნთს, რაც საბოლოო ჯამში უკეთეს შედეგს გვაძლევს. ესე ბოლოს მოუჭირეთ, მაქსიმალურად გაწუვეთ კუნთი, რომ მოიკუმშოს. ჯობია რომ დაბალ წონაზე გააკეთოთ და ეს თითების გაშლის მომენტიც იყოს. ვიდრე მაღალ წონაზე და ეს ვერ გააკეთოთ. აი ხა 4-ის მეტი ვერ გავიმეორე, იმიტომ რომ გაითიშა. შეიძლება კამერაში არ ჩანს, მაგრამ ძალიან კარგად დაიფამბა. ამიტომ დაიმახსოვროთ ერთი მთავარი ფაქტორი. თავარი არა რამდენ გამეორებას გააკეთებთ 6, 12, 25 თუ 50-ს. თავარი არის რომ ბოლო გამეორების მერე ჰანტელი ხელში ვერ უნდა გეჭიროთ, რომ უნდა გივარდებოდეთ. აი ეგ არის იდეალური ვარჯიში. ცია. ეხარი უშაბათი 12 საათი წუთი და დარბაზში მარტო მე ერთი ტრენერი და კიდე ერთი ტიპია რა. იდეალური არის დარბაზში ვარჯიში. ჩემი დარბაზი რომ მქონდეს იმენა მარტო ვივარჯიშებდი ხოლმე, ან ერთ ძმაკაცთან ერთად ჩავთავდი ბარბის სიმღერას. აქ ცოტა დავადოთ მოდი ბარბის სიმღერა. სხვადასხვა სიმღერასაც ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. ვარჯიშის დროს არ ვიცი სხვები ამას როგორ გაიგებენ, როგორ ფიქრობენ ან ასე შემდეგ, მაგრამ მე მაგალითად ახლა მძაფრი სიმღერები დიდად არ მომწონს, ძალიან იშვიათად, როცა ჩათენთილი ვარ ხოლმე და мотиваცია არ მაქვს, სიმღერებს ვსმენ, რომ мотиваცია მომივიდეს, მაგრამ აი ვარჯიშის დროს უმეტესწილად ეგეთ საღლაბუცო ბარბის ან Call Me Maybe და მსგავს
სიმღერებს უსმენ ხოლმე, რომელსაც უფრო მაგარ ხასიათზე მოვყავარ და მე ისე გადის ვარჯიში, რომ ეგ ტკივილი არ მოწევს. კუნთის რა თქმა უნდა. Всё, გავთიშით. სულიერ გათიშული არის ეს კუნთი. წუწუნს თავი დავანებოთ და დავიწყოთ. ამ ვარჯიშს მაგალითად ეხა 7 ნახევრებით ვაკეთებ. არ ვაკეთებ მაღალი წონით, იმიტომ რომ კარგად ვშლი მე და ტრიცეპს კარგად ვჭიმავ. ხო, დიდ კუნთებს რაც შეეხება იდეაში რო არ დაგვაუწყდეს. არის შემდეგი. კერდის ზურგის უგანიერესი, აი ეს ზურგის ნაწილი ტრაპეციის გარდა ყველა და ბარზაკის კუნთები. სჭირდებათ 72 საათი აღდგენისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველ მე-4 დღეს შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ მე გირჩევთ, რომ კვირაში ერთხელ გააკეთოთ ან მე-5, მე-6 დღეს. სულ ეს კუნთის ზომებზე და აღდგენის დროებზე, აღდგენას რაც შეეხება, აღდგენა არის რა? მე ვივარჯიშე დღეს ხელები, რაც კუნთს გარკვეულწილად აზიანებს იმისთვის, რომ მე აღდგეს და უფრო გაიზარდოს ზომაში რა. ანუ კუნთს ზიანს ვაყენებთ და ეს ზიანი იწვევს მის ზრდას. თუმცა რა თქმა უნდა შუალედში გვაქვს ეს ტკივილები, რაც აღდგენის პროცესის ნაწილია. აღდგენის პროცესისთვის მნიშვნელოვანი რა არის? ჰიდრატაცია, საკვები და დასვენები. თუ ამას არ ვიზავთ, აღდგენა არასწორად წავა, ან თავის ზომას დაუბრუნდება, ან დაპატარდება. ბეცია. ახლა გვჭირდება ურძელი. ხო, რამდენიმე მას მომწერა, რომ არა მხოლოდ ჩემმა მეგობრებმა, რომ ხმა არ მესმის შენიო რა. იდეაში ხმა ახლა ვლაპარაკობ, მაგრამ სიმღერა როცა არის დარბაზში, ვცდილობ ხმის იზოლაციას და საბოლოო ჯამში ეგ მერე ხმას ადაბლებს და რაღაც მომენტებში ქრება ხმები და ბევრი კადრის ამოჭრა და იმ ვარჯიშების სხვა დროს ჩაწერა მომეწია რა. ეხლა არ წუწულებ, მაქსიმალურად ვმუშაობ მაგ თემაზე და იმედი მაქვს, რომ მალე აღმოვხვრე რა. ან უბრალოდ გვიან მოვალ ხოლმე, როდესაც სიმღერებს აღრთავ. ბეცია. ესეც ტრიცეპსის მეორე ვარჯიში. მე მირჩევნია ხოლმე, რომ თოკი გავაკეთო ცალ-ცალკე ხელზე რა. რომ დატვირთვა მივიდეს ცალ-ცალკე. ფუშენი უკვე გავაკეთე ერთი მისვლა და ჩართვა დამოწყებია და მესამე გამეორება მაინც ჩავიწეროთ. შენ სადაც ხარ? გადაგვჭა დელტები და დელტებში ვაკეთებ აი ამ ფრანგულით ამოწევებს კერდის დღეს ხო გავაკეთე განშლები. ეხლა ვაკეთებ აწევებს.
მოდი ცოტაც დავამატოთ. მოკლედ არ ვიცი ვისთვის როგორ არის, მაგრამ ეს უკანა დელტის ვარჯიში ჩემთვის არის შეუცვლელი რა. იმიტომ რომ ძალიან კარგად მოვაქ. სულ ამას ვაკეთებ უკანა დელტის ვარჯიშის დროს. უბრალოდ ხა ამ ვარჯიში მთავარი რა არის? ანუ ხელები მოგვაქვს უკან მეწევა ხო ზურგის ვარჯიში. ამიტომ ეხა ზუსტად იდეაში ფიზიკურად ვერ აგიხსნით, უბრალოდ უნდა იგრძნოთ რა, დატვირთვა ამიდისი. აი ამ ნაწილზე თუ ზურგზე და ტრაპეციაზე. ნუ ზურგთან ერთად ეს კონცეფცია თავისებურად იფანფება, მაგრამ ცალკე მისთვის ვარჯიშები კიდე სხვა არის. ვიცი რომ სიტყვას ხშირად ვამბობ, მაგრამ ხო და ეს იყო დღევანდელი დღე. ამ ბოლო მისვლის მერე მე გავაკეთებ ტყეს და დავიშლებით ისედაც 5 წუთში იხურება დარბაზი. მადლობა ყურებისთვის და შემდეგ შეხვედრამდე. Subscribe, ლაიქი და კომენტარები არ დაგავიწყოთ.